მეგობრები მეძახიან манипуляციის პროფესიონალს. გადაწერილი ხარ. მადლობა და ბოდი. საშა დღეს დღე ჩემთან ერთადაა. ახლა რაც არ გადავიღეთ. რამდენიმე დღის წინ აკაურობის Facebook ჯგუფში დავპოსტე, რომ ვეძებ მუშებს, რომლებიც დაანგრევენ სახლს, თავიდან აშენებენ სახლს, სახურავს გამიკეთებენ, გათბობას გამიყვანენ, ელექტრობას გამიმართავენ, ბუხას გამიკეთებენ მეთქი და ძალიან ბევრი კომენტარი მივიღე. ძალიან კარგი ადამიანებისგან. მაგრამ ერთმა კომენტარმა მიიქცია ჩემი ყურადღება, კერა და მონაწერმა, სადაც ერთი ბიჭი მეუბნებოდა, რომ ლინა, ვინც დაგიკომენტარაო ეს ყველაფერი, ანუ ყველა ერთად შემიძლია რომ შევკრათ, გუნდად ვმუშაობთ და მოვვალთ და ვნახავთ და ყველაფერს გაიკეთებთო. მეთქი რა პრობლემაა? მე დაველაპარაკე სპონსორებს და უთხარი, აბა, ჩემს სახლში ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთებას ვაპირებ და ხო არ გინდათ თქვენი რომელიმე პროდუქცია გამოვიყენო მეთქი. და იმათ მითხრეს, მოგვაწოდე რა რაოდენობის მასალა გჭირდებათო. ჩემი აზრით იმდენი მჭირდება, რომ სრულად არავინ არ მომცემს მაგას, თუმცა გამიხარდება. მაგრამ მაგისთვის მივწერე ისევ იმ ბიჭს და დავიბარე დღეს, თუ გცალია შემომიარეთ ხო რომ ეს ყველაფერი ენახა და დაეთვალა დაახლოებით რამდენი რა დამჭირდებოდა. და ასეთ ეხა კატა შემოვიდა, ჩემს სახლში არ შეხვიდა იცოდე. ასეთ მდგომარეობაში ძალიან ძნელია მით უმეტეს კონკრეტულად არაფერი. ნუ რატომ მიდიხარ სახლში არა? დიზაინი ზუსტად არ ვიცი, ამიტომ ძალიან ძნელია რომ ეს ზეპირად მითხრა რამდენი რა დამჭირდება, მაგრამ მაქსიმუმი მაინც მითხრან დაახლოებით სადანებისთვის, როგორი სადანი დამჭირდება, სამწვერიანი, არასამწვერიანი, რამდენი ავტომატი დამჭირდება და ასე შემდეგ, აი, ჩემი ერთ-ერთი კატა. ფასებს გეტყვით. აუ მე ჩემი ოჯახის წევრები ნახავენ და მილიონერი ვეგონები, მაგრამ არა მილიონერი არ ვარ, უბრალოდ რაღაც არის ხოლმე რა. დავიწყოთ სახლით. მითხრეს რომ აი ეს კედელი, რომელიც ძალიან არის დაშლილი, უნდა დაინგრეს. მე კი იმისკენ ვიყავი რომ არ დავანგრიოთ მეთქი, მაგრამ თუ საჭირო იქნება, დავანგრიოთ ახლა რას ვიდავთ. ბეტონი არის ჩასხმული, მაგრამ ისე არ არის დაზიანებული, ნუ ჯერჯერობით ასე ეტყობა, რომ საძირკველიც გაფუჭებული კონდეს. იმედია არ ექნება და იმედია საერთოდ არ მოგვიწევს ამის დანგრევა, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვიქნები. აქ ყველა ფანჯარა უნდა გამოიცვალოს და ჩავსვათ მეტალოპლასმასი. სამზარეულო კი აქ რჩება, მაგრამ გახსოვთ ამ ბზარზე რომ ვკითხელი კურის რა უნდა გავაკეთოთ მეთქი და რომ მითხრა მოვანგრიოთო. ნუ ამათ არ მითხრეს მოვანგრიოთო, მაგრამ უნდა გამაგდეს. გუშინ კონსტრუქტორმა ძალიან მაგარი რაღაც მითხრა და დიდი ალბათობით მაგას გავაკეთებთ. ასევე, აქ არის კედელი, რომლის მონგრევაც საჭირო არ გახდება, მაგრამ ესეც ძალიან უნდა გამაგდეს. ახლა რა ხდება აქ? მე გადავწყვიტე რომ აქ იყოს ჩემი სამხატვრო სტუდია. აი აქედან ავაკიბე ზედა სართულზე, სხვენში და აი ამ კუთხეში გაკეთდება ბუხარი. ეს სახლი რაღაც დროთა განმავლობაში დაჯდა, რის გამოც აქ გაჩნდა კოსმეტიკური ბზარი, ასე დაუძახოთ. სახურავი კიდევ ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, რომ რაც უფრო მალე მოვაცლი, უკეთესი იქნება და მეტიც ძველ სახლებში თურმე, ანუ თბოიზოლაციას და რაღაცებს მოკლედ არ აკეთებდნენ სახურავში და სახლს რომ გადაახურავდნენ სახურავს, ზემოდან აყრიდნენ მიწას. დიდი ალბათობით მაგ მიწამ ჩამოწია ერთი ოთახის სახურავი. აქ მირჩიეს რომ აი აქ გავაკეთოს სვეტი და ეს მონაკვეთი მთლიანად გადავხურო, რომ წვიმა არ ჩამოვიდეს და ეს კედლები არ დამიობდეს და დამინესტიანდეს. მაგრამ მე მინდა რომ აქ ძალიან ღია იყოს რა. მინდა რომ აქედან ვარსკვლავებს უყურო, ამიტომ ცოტა სხვანაირი გადახურვას გავაკეთებდი. რეალურად მთავარი მიზეზი, რატომ არის ჩემი სახლის შემოსასვლელში კედლები საშინელ მდგომარეობაში არის აი ეს სივრცე, სადაც ისეთ ცუდად არის ეს საწვეთური ქვია მგონი გაყვანილი, რომ წყალი აი აქ სულ გროვდება და მინესტიანებს კედლებს. კოშმარია. ისიც ვიფიქრეთ, რომ ამ ღობეს ხო არ დავაშენოთ სახლი, მაგრამ მაგის უფლება მგონი არ მაქვს. თან ეს სივრცე მომწონს, შეიძლება რამეში გამოიყენო, მაგალითად ხავსი დააგროვო. ამიტომ აქაც კაი სამუშაოები გველდება. აბა მითხარით ხალბატონ საშას რამე თუ ენაღლება თავისით. წევს დილიდან არაფერს არ აკეთებს, უყურებს კილინგის, მაგრამ ოღონდ ამან ისწავლოს და მეტი არაფერი არ მინდა. ოღონდ ამან კილინგის უყუროს. მე დავალაგებ ამ სახლს რა. და აი ისიც, ბრელი ოთახის კიდევ ერთი პრობლემა. აქ სახურავი არის ძალიან დამპალი და ჩამოწეული. ძალიან მომწონს გუშინ აქ ეს რო გავაკარი. კი ვერ დავფარე სრულად, მაგრამ შემიძლია პროექტორით ახლა აქ უყურო ფილმებს და თან ცოტა უფრო სუფთას შთაბეჭდილებას გიტოვებს, ხო?
ძალიან. ახლა დავალაგოთ ოთახი, რომელიც გუში ვერ დავალაგეთ და შემდეგ გადავიდეთ ავტოფარეხში და საკუჭნაოში. 13 მიზეზი რატომ? აქ არის რკინები. ეს შეიძლება ჩემს სახელოში გამომადგეს. სატელეფონო ნომრები. აუ, ეხა ვიტირებ. აუ, მოხუცები. ჩანაწერებზე მეტირება, თინავებოს წერილები მახსენდება. ეს არის სატელეფონო ცნობარი, სადაც არათუ ამ კაცს აქვს მიწერილი რაღაც ნომრები, მაგალითად, აგრობანკის მმართველი, ეკონომისტები, ბუღალტერია. ანუ აქ ვისი ნომერიც წერია? They are all dead. 2-14-60. აი, ამას ვიტოვებ, იმიტომ რომ შეიძლება დამჭირდეს. ეს არის HP-ის პრინტერი. აქ ვიპოვე ძველი კასეტები. ხათათ მე ვიცი ვარ სწორედ მიკეთია უბრალოდ არ მაქვს მარცხენას. და არ მინდა რომ გადავყარო, იმიტომ რომ რა იცი რა არის, ამიტომ ამ კასეტების პატრონის შვილიშვილს მივწერ იქნებ მომდეს და არის ერთი სურათი არის დანა რომელიც ამ ქარქაშიდან არ ამოდის და არც მინდა ამოვიდეს და ეს პრინტერი რომელზეც მკითხავ თუ უნდა დღეს დავალაგებ ამ სახლის ყველაზე იდუმალებით მოცულ პატარა ოთახს, რომელიც არის ჩაშენებული საძინებლის კედელში და ძალიან ბევრი უცნაური ნივთი დევს. აქაურობის ამოსურთავება კიდევ იმიტომ მინდა რომ მეინტერესებს, მინდა რომ ეს კედელი გავანგრიო და ვნახო უკან რა ხდება. შპალერი, ადენი თუ რომელიმე ნივთს იცნობთ, დამიწერეთ რა არის. მაგრამ თუ გადავაგდებ მაგ ნივთს, არ დამიწეროთ რომ ეს რა ქენი, არ ვიცი რა არის და ვერ გამოვიყენებ ამიტომ. ესეც არ ვიცი რა არის, მაგრამ რკინაა და ჩვენი რკინების ყუთში ჩავაგდოთ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს რკინები შეიძლება ოდესმე დამჭირდეს. ეი, ეს იცი რა არის? ეს იცით რა არის? რომ მკურნალობენ ამით, საშ, მოდი? ამით არ მკურნალობენ რაღაცებს ზურგზე რო ამაგრებენ, ესე პოპ. ვაუ! შემდეგი, ნახე ეს რა არის? საკმაოდ ძიმე, ეს არის მგონი რადიო? ეს მგონი მანქანაში რომელიც უნდა იყოს ეს. ეს რა არის? ავტომობილი? კი. მაგნიტოფონ ავტომობილნი. მობილნიკი. ვაუ. ეს უკვე ცოტა ეს ცოტა რაღაც თანამედროვეა და სუბუქი უფრო. ვაუ. ეს არის SSS საბჭოთა კავშირის არ თქვა მადუღარა. ძალიან მძიმეა. არ ვიცი რა არის. რა არის ეს? წარმოგიდგენ რაღაცას უყურებ და არ იცი რა არის. ანუ სწორი არ არის. ხო, მაგრამ ჩვენი მშობლები უყურებენ ეგრე Facebook-ის ლოგოს და არ იცი როგორ გახსნა. ეს ნახეთ. აი მართლა ბაბუა ჩემი რასაც შეინახავ და ეგ არის. მე ძალიან მინდა აი იმ კედელში რა ხდება ვნახო. ამ ყარად არის. ყარად არის? გონი იქ კედელია უბრალოდ. ანუ რადგან ეს არის საყნელი კედელი, უეჭველი ესე არის ამოჭრილი, რომ ეს იყოს. ამას მოვშლიდი და თავიდან გავაკეთებდი, ოღონდ გავაკეთებდი მართლა, ხო? კი. ეს არ ვიცით რა არის, მაგრამ შინით არის ძალიან ბევრი სპილენძი. რასაც ვიღებ, ჩემი ხდება.
არის ძალიან ბევრი ნივთი. დიდი ალბათობით აქ რომელი კაციც ცხოვრობდა, ისიც შემოქმედებითი ადამიანი იყო, როგორც ვარ მე და ისიც იყენებდა აქაურობას სხვადასხვა რაღაცის შესანახად და მე რაღაცების გასაკეთებლად. მეც გავაკეთებ ხოლმე აქ რაღაცებს მას შემდეგ რაც აქაურობას მე ობის ქსელია. გავამაგრებთ, მაგრამ ახლა დაახლოებით რო გითხრათ, ბოთლები ხო უნდა გადავყარო და კილებს იბარებენ სადმე? ანუ არ გადავყარო? ეს ხელთათმანი ვიყიდეთ ადგილობრივ სარემონტო სამუშაოების მაღაზიაში, სადაც ხშირად ჩავდივართ ხოლმე მე და საშა და ყოველ ჯერზე როცა საშა პოულობს საკანცელარიო დანას ეგრეთ წოდებულ რეზაქს მაჩვენებს, რომ ეგ ჩემი საყვარელი დანაა და იპოვა, რომთაც ხელი გავიჭერი დეკემბერში. აქ არის ბევრი კილო, აქ არის ბევრი აი ეს ტანსაცმელი. ამიტომ შენ ახლა უნდა ამოირჩიო ერთი კონკრეტული რაღაც და ის შეაგროვო. კილები ჩემია. რატო კილები? კაი, კილები ორივესია, ხო? მინდა რომ დავითვალოთ, რომ თქვათ, რამდენი კილა იყო აქ. კაი. მაშინ კაი, შენ დავითვალე. დაასტოპეთ და თქვით თქვენი აზრით აქ რამდენი კილა და ჩვენ დავითვლით მართლა. Let's go. რაც გადასაღრელია, აი იქ გადავყვაროთ. 1 2 ვაიმე, ეს ნახე არის პატარა თაგვია, ხო? ცოცხალი არსებაა. ხო? არა, რეპსი თავი და ფერი. რატო შემაშინე? მოგოდი არ ჩანდა, რა იყო? პატარა თაგვი ოღონდ გამხმარი, კუდიც ქონდა და ფეხებიც. უბრალოდ რატო დაიყვირე? საშიში ფილმებში, საშიში არის ღრიალები, თორე ფაქტი არა. ჩემი კაი, მართლა. და მე რა უცბად რო გამოჩნდა იგივე არა, აი ესე რო გიქ. თან ესე გამომოძრავა. ჩემი აზრით ჯემია. შენია. ჩემსაში აქ არის ვირთხ. ამასობაში მე გავაკეთე ახალი ტომარა, ნაგვის, ჯართის და უცნაურ ნივთებს ისევ შევინახავ, რომ გაჩვენოთ მაგალითად რაები არის. ეს კი ვიცით რისთვის გამოიყენება, მაგრამ არის რაღაც ნივთები, რაც არ ვიცით რისთვის გამოიყენება. და რომ დაგვიკომენტაროთ. ჯართის მანქანა აქ დადის ხოლმე, ჩავაბარებ და რასაც მომცემს, თუნდაც 10 ლარს გადავრიცხავ იმ ანგარიშზე, რომელსაც ამ ვიდეოს ბოლოს მიუთითებთ და ეს ანგარიში არ იქნება ჩემი, იქნება რომელიმე რენდომ ბავშვის, რომელსაც თქვენი დახმარება ძალიან ჭირდებათ და თუ ჩემი გახარება გინდათ, ლად ჩარიცხეთ მაგ ბავშვთან. ჩარიცხავ. აი ნახე. ეს მიდის ჯარში. ანუ არც მინდა გავხსნა შიგნით რამე არ იჭდეს. ეგ შეიძლება შევინახოთ. თუ მუშაობს, მე შევამოწმოთ, არა? გაზი თუ პერას? გაზია. ხსნი. ამდენ რაც რაშჭირდება. აბა, unboxing-ი. თუ რამე საშინელება არის, არ დაიყვირო. უკვე ესეთი ვარ, გთხოვ, თაგვი არ იყოს, გთხოვ. ჯართი კიდე ხანო გთხოვ. კიდე ერთი ჩაიდენ. ჩაიდნები უნდა დაგვეთვალა, კილები კი არა. კიდევ ერთი ჩაიდანი. იმ დღეს, ანუ აქ არის კიდე ბევრი ღვინო, ხო? და პლასმასის ბოთლში არის უკვე რომ დარღვეული აქ ვაკუუმი და ყველაფერი რა. იმ დღეს გადავასხი ეზოში, ისე აყროლდა მთელი ეზო და სახლი, რომ მეთქი სოფო ტუალეტში შევდო. ბოლო ტომარა გავხსენი უკვე. აი ამას ვიტოვებ მხოლოდ. იცი რა კაი, აი. თუ არის ბზარი კედელში, პატარა. აი ამას აკეთებ და აშკარდო და ეს ასე და იჭერს. აქ არის რაღაცის კუდი, ოღონდ არ ვიცით ნამდვილია თუ არა. არა, მგონი სათამაშოა? არა, მგონი სათამაშო არ არის, მე აქ დავკერი. სათამაშო. სათამაშო. მამის გვეში რომ და ამდენი ხანი. უშენ იგი ხუშა კი გავაცდინე, მაგრამ ნაკლებს იქარში და.
ჰავა კი ჩანდა რომ ძალიან ცოტა რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთეთ რა. ცალკე დავაფასოვეთ ჯართის ტომრები, რომ ჯართის მანქანა რომ ჩამოივლის. გემრიელად შევაგდოთ, ცალკე დავაფასოვეთ ნაგავი, ძირითადად პლასმასები და გაფუჭებული რაღაცები. კილები, ცარიელი კილები და საუსე კილები. კიდე რა? სხვა არაფერი და ერთ-ერთ კილაში გდია პატარა ვირთხა. პატარა თაგვი. მე კი გავაცდინე გუშინ წინ ვარჯიში, მაგრამ დღეს არანაკლები ვივარჯიშე მართლა. და ბევრი თასკი გავაკეთე, მოკლედ დღეს. აქვე გიტოვებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც თანხას რო დარიცხავთ, ძალიან გამახარებთ. ეს ანგარიშის ნომრები მოდის იქედან, რომ პირველ ვიდეოში ანგარიშის ნომერი დავდე ჩემი ნაცნობის ბავშვის, რომელსაც ჭირდება მკურნალობა და ბევრი ფული ჩაერიცხა და ძალიან დიდი მადლობა. და მე ეს რო ნახეს სხვა მშობლებმა, რომლების შულებიც მართლა ცუდად არიან, მომწერეს რამდენიმე ანგარიშის ნომერი და ვიფიქრე, რომ ვიდეოებზე გადავანაწილებ მეთქი. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს თანხა მართლა ბავშვებს მოხმარდება, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მეც ურიცხავ ხოლმე თანხას და ვადევნებ თვალს რა როგორ კეთდება, რა ჭირდებათ. და თქვენ რავი, მე ხო გამახარებთ ვიდეოს რო უყურებთ და დალაიქებთ და კომენტარებთ და ბარემ ბავშვებსაც გავახარებთ. რა ის არის კამფეტებს რო უყრიან, რომ ბორსაც წაუღე. მადლობა რომ მიყურეთ შემდგ ეპიზოდში, დიდი ალბათობით ამას დავასრულებთ. მარტოც რომ იყო დავამთავრებ, ზევითაც მივხედავთ საქმეს. და უკვე ვიწყებ ძალიან ბევრი ფულის და მასალის მოგროვებას. დღეს ისეთ კარგ ადამიანებს შევხვდი, რომ მგონია, რომ ჩვენი თანამშრომლობაც გამოვა და მაგრად მივხედავთ ამ სახლს. გაზაფხულზე დავიწყებთ, მაგრამ მანამდე რის გაკეთებასაც მე შევძლებ, შპალერის აძრობა იქნება, აქაურობის ალაგება და ასე შემდეგ. თქვენთან ერთად გავაკეთებ, იმიტომ რომ ულამაზესი სახლი უნდა გამოვიდეს და გაჩვენებთ კიდე რა ავეჯი ავარჩიე, რომ მომავალში ოდესღაც შევიძინო რა. მადლობა რომ მიყურებდით, გამიხარდა რომ დავბრუნდი და დიდი ალბათობით ამის შემდეგი ვიდეო სადღაცაც იქნება პარიზის ვლოგის და მაგასაც უყურეთ, იმიტომ რომ ახალი აუდიტორია რომ დამემატა, რომელსაც ჩემი მოგზაურობები ნანახი არ აქვს. ნახეთ რა, მარტო აქ კი არ ვარ კაი ტიპი ისეც. რომ დავფრინავ, კარგი ვარ. კარგად.